როგორ შევქმნათ ჯგუფი Teams-ში? ეს დაგვჭირდება ახლა ონლაინ კლასები, რომელიც გვაქვს მათი ჯგუფების შექმნა. პირველ რიგში ჩვენ გუნდების ჩამონათვალი გვაქვს. ბოლოში აინახეთ არის ესეთი წარწერა. შევუერთდით და შექმნით. ვაჭირთ. ვაწყაპებთ. შემდეგ გუნდის შექმნა და კლასს. ვიშევთ კლასს. აქ სასურველია სახელი, რომელიც თქვენ გინდათ, მე ამ შემთხვევაში ვოთ დავაწერ ჩემს სახელს და შემდეგით გავაგრძელებ. აქ ამ შემთხვევაში მიგდებ სტუდენტს, მასწავლებელი, ვირჩევ მაგალითად მე სტუდენტს. ამ შემთხვევაში აი მე მაქვს გახსნილი ფაილები, ახლა აი ცოტას ამას ჩავკეცავ, აი მაგალითად ესეთი მეთოდით შეგიძლია გააკეთოთ, იმიტომ რომ ნახეთ მე აქ ფაილი მაქვს გახსნილი, სადაც მაქვს ბავშვის სახელი და გვარები თავისი username-ით. სასურველია მე მაგალითად ვაკეთებ, აი მაგალითად მინდა ბავშვი ლუკა კირვალიძე დავამატო ჩემ ჯგუფში. ამას დავაკოპირებ, ნახეთ ესეც შეგვიძლია ერთხელ აი აქ დავაკოპირებ ერთ მოსწავლეს. აი მაგალითად cop გავუკეთებ ესე მარჯვენა კნოპკის დაწყაპებით და შევდივარ Teams-ში. აი აქვე მივცემ ამას pasts, ანუ ჩვეულებრივად pasts და ეს სახელი და გვარი ბავშვის მოიძებნება, ნახეთ? ამას მისცემთ. ეს მიაწყაპებთ, მე დამატებას. ასევე შეგიძლიათ ახლა ისევე აქ დააწყებთ, მე შედიხართ ამას ჩაკეცავთ აქ, გახსნილი ფაილი მოძებნეთ, სადაც თქვენ გაქვთ ეს გახსნილი ფაილი, შემდეგ მოსწავლესაც მოაკოპირეთ, აი ესე copy, ამას ჩავკეცავთ ამ ფაილს, რომელიც გახსნილი მაქვს, ისევ შევდივარ მე ახლა Teams-ში, მაშინ Google-ში მაქვს გახსნილი და ისევ ვაწყაპებთ შემდეგ მოსწავლეს, აი pasts ვაძლევთ, დაველოდებით, ნახე, გახსნა, ლაზარეშვილი, დამატებას მივცემთ და აქ ყავს. შემდეგ როცა ავირჩევთ შემდეგ მოსწავლეს, ანუ აქ ჩამონათვალში, აქ აგრძელებთ ჩვეულებრივად და სულ ბოლოში, როცა ყველა მოსწავლეს ჩამოვწერთ აქ, ავირჩევთ დახურვას მივცემთ და ეს მოსწავლეები დაემატებიან ჩემს ჯგუფში. მე ამ შემთხვევაში მე არ მინდა ამათი დამატება და ჩვეულებრივად შემიძლია აქედან ეს გავაუქმო. და არც ერთი ის მოსწავლე მე არ დამემატება ჯგუფში და მივცემ გამოტოვებას.